დღეს ჩვენ გვყავს ორი უნიჭიერესი დრიფტერი, უნიჭიერესი მითხარი, ხო? ხო. და ვაპირებთ, რომ ამ BMW მესამე სერიით ჩავაყენოთ ორ მანქანას შორის ხელის მუხრუჭის გამოყენებით და დავამყაროთ ახალი რეკორდი. თუმცა ყოველი ხელის მუხრუჭის ხმარების დროს და შესრიალების შემდეგ ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ორ მანქანას შორის ადგილი შევავიწროვოთ და უფრო მცირე ადგილი დავტოვოთ. საბოლოო ჯამში შეგახსენებთ, რომ რეკორდი არის მანქანას დამატებული 7 სანტიმეტრიდან ნახევარი. ახობით რამხელა 7 სანტიმეტრიდან ნახევარი. ამის ნახევარი. ხო რა, მაგის ნახევარი. აი 21. 21. ხო. ამის ნახევარი. ჩვენ ესეთი ვიდეო გადავიღეთ მართალია წინაზე, თუმცა გქონდა შეხებები და კონტაქტები. ხო ჩახდებიო. და დღეს გვინდა რომ ეს ყველაფერი კონტაქტების გარეშე გავაკეთოთ. მთელი 7 სანტიმეტრ ნახევარს ჩამოვწდეთ და დავამყაროთ ახალი რეკორდი. კონტაქტების გარეშე ჩაივლის დღევანდელი დღე. არა, ვერ ჩაივლის. არა მგონია. გიორგი კოდუა, დრიფტერი, წელსაც მონაწილეობდა აქტიურად. ხო, და დრიფტის სერიებში აქტიურად არის ჩართული გიო, მადლობა ამისთვის. გაიხარე ძმაო, გაიხარე. არა, ძალიან მნიშვნელოვანია მართლა რომ დრიფტის სერიები ჯერ შევინარჩუნოთ და მერე განვავითაროთ. და ძალიან ყველას ვცდილობთ ამას. გიოს ასევე აქვს YouTube არხი და აღწერაში იქნება ეს ყველაფერი. გიგას რა თქმა უნდა არცალია არასდროს ჩვენთვის. მოგესალმებით ჩემო ძმაო. გამარჯობა. მე და შენ მე მგონი რაღაც ისა ვართ ვეტერანად უზნობ ხა თავს, იმიტომ რომ წელს არ გამოდიოდით, არც მე და არც შენ და დღეს გავარკვევთ მე და შენ თუ გვახსოვს ისევ ხელის მუხრუჭის ამოწევა. რა ამჭირ ჩემი დღეს გამოჩნდება თქვენ შორის რომელია ძლიერი. ო, მაგრამ პროსტო სიგრძეში პირიქით უნდა შევეჯიბროთ. უფრო ვიწროში უნდა ჩავაყენოთ ორიონ რა. ჰა, ნახოთ, ვიწრო სადაც ვიწრო იგასკდეს, ხო იცი? გაწყდეს რა. ხო. ჩვენ გავწყვეტეთ. დავაი. მოდი მანამდე კიდე განახებთ რა მანქანით ვართ ჩვენ თავიდან თუ გახსოვს ვათამაშებდით. მე გათამაშება რომ გამოვცოთ გაძარცვეს ეს მანქანა და სახე აახიეს და ჩაიხსნა გათამაშება, იმიტომ რომ სირცხვილი იყო ესე გადაცემა. მე ძრავი გაფუჭდა, მე შევცვალეთ ძრავი, მე გადავწყვეტეთ რომ განადგურებული რო იყო გაგვეტოტალებინა მანქანა და აი წარმოიდგინე რა BMW რო ვიძახი მეთქი ძაღლია მეთქი რა. იმ სამი მანქანიდან მარტო ეს გადარჩა. თამაში ხა არის 3-0 მექანიკაა როგორც გითხარი, ხელის მუხრუჭიც აყენია, ყველაფერი ხოძზეა რა. გამოჩნდება. ჯეირანი დაიწყოს. საერთო ჯეირანი ჩავატარავთ? დავაი მით. ჯეირანი. მოგიგეთ. всё, ეს არის მოგებული. წაგებული არის პირველი. ჯეირანი. აჰა, შეხარ პირველი. არა, ეს არის. მოვიგედა, რატო არ პირველი? კაი, მიდი შე. ეს არის პირველი. ხო. სპეციალურად ამ გადაღებისთვის დავაყენეთ ახალი თაზა საბურავები, რომელიც ვიყიდეთ ავტოშაინში. სარაჯიშვილი 61 ნომერია, დავით სარაჯიშვილი 61 ნომერია და თქვენ შეგიძლიათ ესეთი ახლები, სხვა შორის ჩინური ძალიან კარგად მუშაობს. ყველა ჩინური არ მუშაობს, აქაც არ შევაჭირდება და ავტოშაინში მე რაც გამიტესტავს 90% კარგი საბურავებია რა. სიჩქარეც კარგად მუშაობს და ბოლოს და ბოლოს მთელი Georgian Drift სერიის ჩინური საბურავებით დავდივართ. ასევე არ დაგავიწყდეთ ზამთრის საბურავების შეძენა. რა თქმა უნდა, ეს მანქანა რო გაისვაპა 3-დან 0 დევს ეხა და ჩავასხით ჩვენ იტალიური ხარისხის ზეთი, პაკელოვასხია ეხა რეისინგ სერია 550 1060 არ ჩავასხი სპეციალურად, იმიტომ რომ მაინც თითქმის ქართული ძრავია და შედარებით მჭირდებოდა თხელი ზეთი მაგისთვის და რა ვიცი და საბოლოო ჯამში ესეთი გამოვიდა. აქ რო ამოგვეყვანა და მთელი თავისი ჯანღონე რო გამოეყენებინა, რა თქმა უნდა სოკარის საწვავით გავძეძგეთ ბოლომდე, არის საშუალება და რატომაც არა ბოლომდე გავსებულია ბაკი და იმედი მაქვს რომ თლიან ბაკს არ დავწვავთ დღეს ჩვენ გადაღებაზე. გახსოვს მანქანის სტარება? ბიჭო, არა და უნდა გავიხსენო. ჭუმბურ მეხუთეში. დავაი, მიდი. ეგარ. ახერა ხმა მოიღო. ავიდან შემოდა. აი, მანქანა როგორ დაამტვრია, აი ესე. აი, თითქოს ჩვენ უთხარით, რომ აი მოდი ექშენის გამო პირველივე იმაზე შესვლაზე მანქანა დალეწე. ჭუმბურ, რა ქენი, იცი? წინასწარ დააკაჩავე პედალი მაინც რა, ამოწევამდე. და უკეთესად დაიჭერს. ოპა, აგრესია წამოვიდა. ეს არის ცუდი ფოტოშოპის. იცი? კი, მაგრამ ცუდად წამოვიდა.
დაიშალა ლამეშიში. მაგრამ რომ მოდიოდი. დაიშალა? რავი, ყველაფერს აქ თვითონ რაღაც ყველაფერს ხო ანუ რაღაცა შვენები ქონდა. რუშნოი ვაფშე არ ჭერს. ანუ სანამ დაიძრები, უეჭველი უნდა დააკაჩავო ტორმოზი რომ რუშნოი მუშაობს. რა ვნახოთ ხერო. ტრაკი დამჭა გარეთ. ცოტა. ხო. კაია. გარჩე, ცოტა მეტი აგრესია გვინდა რა. და დავაგდება ყველაფერი. ეს უკეთესი. ვისა? როგორი? აი ნუ ჯერი დაწყებითი ისა ეტაპი არის მაინც უცხო მანქანაა და შევეშვი. ბიჭო, პირველად ვივა საჭესთან. ამასთან? კარლოსგან როცა მოვიყვანე საჭესთან ვიჯექი, უბრალოდ ევაკუატორზე რა ვიყვანე. არ დაფეილდე. ბიჭო, სანამ გიო რაღაცებს ისწავლის. კროკოსნექები გვაქვს, გახსენი გენაცვალე და შევჭამ რა თორე ცალი ხელი დაკავებული მაქვს. არა მე დავიწყე. დავაი. დავაი. მეორეზე აღარ იჭერს მე. ბიჭო, რა არის, იცი? გონია რომ რო ამატებ ეგ ცოტა ცუდად ჩანს. მეორეზე აღარ იჭერს. ხო და იქნებ ერთი სადო ხომე. ვაფშე. ერთი შემოსრიალებით. ვაფშე რა. და ტორმოზი ვაფშე არ მარო. ბოლი BMW-ია, უნდა მოდიოდეს, არ უნდა მოდიოდეს. აი, მესამე ვცადო? ცადე ერთს კი, მიდი. ბიჭო, შენ მითხარი, BMW-ზე ზოგადად შენ ხო BMW-ს. ბოლი ხო უნდა მოდიოდეს. ან წყალი უნდა ისრევდეს. სახას უნდა გაზდიოდეს. მე გამიკვირდა რომ გიოს გაუკვირდა ეგ. აი რაღაცა გაძვა კიდე. აი ეს ბევრად кайიყო. кайიყო. იმინა ძალიან кайიყო. ეხლა მეგონი დრო რო შევავიწროვოთ ცოტა. ეს არის ძმაო 96 17. ნუ кай მეტრი რა, ჩათვალე. და ეს 45. არჩევ მეტრა ნახევარზე ცოტათი ნაკლები ადგილი გვაქვს. კი ბატონო. მეტრა 42. ხო რა, ანუ ეგ უკვე ხო მცირე მანძილია. მეტრა 42 და ჯამში ხო დაშვა. და ტოვებს ანუ ამას. ესე დავტოვოთ, კი. ცადოთ ესე და მერე დავავიწროვოთ. და მე 40 სანტიმეტრი მოვუყოთ მეტრზე დავუყოთ. კაი იდეა. ჭირდება. დავაი. საღო, ჩემი კაი დაგაძიო, დაიჭირე. ინაზო 35 აქცი სანდელი. 35 გაქვს წინ, ჩუმბურ. რაღაცა უხერხული რაღაცები გამომდის ხოლმე მე და რატო არ ვიცი. ეგრეა. უკან მეტრზე მეტი. უკან მეტრზე მეტი გაქვს. ო. კი. კარგად დააკაჩავდი. აღარ დააკაშავ ეხა ტორმოზი რომ მე არ გამაზო რა რაღაცები და არ დაიწყო აი ტორმოზმა არ დაიჭირა და რაღაცები რა მიზეზები არ მიიღება ფსიქოლოგიაზე უნდა ვუქმედოთ ეხა რა აი ვაფშე არა, მაგრამ ჩემი უფრო ზუსტად იყო. ბიჭო, ერთი კაირად გამოგივიდა თორემ 33-ია წინ. დაგინა ხა თო მეტრა და რაღაცა მაქვს უკან? მეტრაზე მეტია. არა, ერთი წამი. ლიცენზია ჩამოგერთმევა თორემ. აბა. ვა, საღო. არა. ძალიან პროები შევიკრიბეთ რა, გიგას გარდა ძალიან პროები ვართ. და ჯობია დავაპატარავოთ კიდე. დავაი. მე ვფიქრობ რაღაც 70-80 სანტიმეტრით შევწიოთ კიდე წინ. 70-80-ით კიდე დავაპატარავ. ხო, ანუ პატარაა ძა.
კიდე. აი ისე მანქანა რო გამოგვიყვანა ჯერ აქვს. აი, და, ჩემი კაია. მანქანა რო გამოგვიყვანა ჯერ არა. კაი, ანუ ჯამში გვაქვს დაახლოებით 70-75 სანტიმეტრი. დაახლოებით. ხო. გამომოთ. თქვენ კიდე შეგახსენებთ, რომ თუ გინდათ არა ესეთი ავტომობილები, უფრო ახალი მანქანების ჩამოყვანა, რომ აი ესეთი პრობლემები არ გქონდეთ, ზუსტად, შეგიძლია ხო ავტოიმპორტს მიმართოთ და არჩიოთ ამერიკაში ან კორეაში ავტომობილები და ჩამოიყვანოთ. აი ესე ცხოვრება რო არ დაიტანჯოთ, როგორც გიგა იტანჯება ეხლა. ნახოთ რა ციდას, არა? ძალიან პატარა ადგილია. Давай, Гига! Давай, Сахо! ჩემი ხო არ გადაო, ბიჭო. და 7-ზე ცოტა მეტი რა. 27 წინ რამდენია? წინ იქნება ცოტა ნაკლები? არა, მეტი უბრალოდ. რატო ჩააქრედო? 33. 23. 27, 33, 50 სანტიმეტრში ჩაჯდა რა. 50 სანტიმეტრში ჩაჯიქი, ბიჭო. მართლა ხო? ხო. ძალიან ზერსკობა. ხოთ რა. ვერ ჩაახედე, შანსი არა. დაწერილია. ოპა, საღო! შევეხე? ხო. კაია. გამოდა. 70. დავაი. გამო. ვაიმე. ამან წინა გამოიყენა, ბიჭო. ჩემი კაი. აბა რა. ამას რას ვხედავ? იმენა არ ვატოტალებს მაგარეს. კაი, წინ ხო მიდებულია იმენა. 50 სანტიმეტრი დავაკვირთ. და დაგვრჩება 14 სანტიმეტრი დაგვრჩება. 14. 14. დავაი. 14 და მე რეკორდზე წავიდეთ თუ გადარჩა მანქანა. მაგრამ თუ ვერ გადარჩა, ხო იცი რაც უნდა გქნათ? ჩვენი არხები უნდა გამოიწეროთ, დაბლა არის გამოწერის ღილაკი, იმისთვის რომ ესეთი ვიდეოები კიდე გადავიღოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მანიმა. უი, რა დამავისხა, მოდი. ჩვენ გვყავს ახალი მეგობარი კომპანია, Coinmania, რომელიც არის კრიპტოსაფულესთან თუ რამე გაინტერესებს, ანუ შეგვიძლია ნებისმიერი ძირითადი კოინები რაც არის. შეისყიდო, შეინახო, ასევე ჩვენ ვიყავით ერთ საინტერესო ადგილას და ბიტკოინის დავპატიჟე ჩვენი სტუმრები და იმ მანქანაში, იმ ვიდეოში ნახავთ ზუსტად ამ მანქანას რა. მანამდე კიდე შეგიძლიათ ამ საიტზე გადახვიდეთ coinmania.gr-ზე და გაიცნოთ ყველაფერს. რამდენია? 53, 4 და 43. 4 და 43 თუ არის 4 და 53-ია მანქანა, ანუ 10 სანტიმეტრია. ანუ შეგახსე ხო, სწორ სიძახი. 4 და 53 არის ჩვენი ის სრული სიგრძე. აქ არის 4 და 53. ანუ მარტო 10 სანტიმეტრი გვაქვს დარჩენილი იმისთვის რომ მანქანა შევასრიალოთ. თან გაითვალისწინე, რომ დიაგონალზე მანქანა რო იჭითება, ეს კუთხეები ბევრად გრძელია, ვიდრე 10 სანტიმეტრი. ამიტომ ძალიან უნდა ვიყოჩაღოთ. ვეცდები. თოდა ხარ? ბენზინი თავდება? არა, არ თავდება. ერთ-ერთ ბამპერს მაინც გაატოტა. ჯვარი არ გადაიჭრა ვეცდა. ვაიმე ჩემი კაი. დედა. ეცება პარიშოვება ის ფარი ბიჭო რაკე. თან მარცხენა არის შოვება, მაინდა-მაინც. აი, თავიდან მოიწედა. ძალიან ბევრი თქვენი კომენტარი შემხვდა M3-ზე. რა შვება M3 დაიქოკა თუ არ დაიქოკა? ძალიან დიდი თავგადასავლის გადატანა მოგვიწია ბოდიში ჩემო ძმაო ახალია. ძალიან დიდი თავგადასავლის გადატანა მოგვიწია სხვათა შორის და ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ საინტერესო რჩევებიც იქნება და საბოლოო ჯამში ლუქს აუტოში უკვე ფინიშში გავდივართ. გაამზადებენ ყველაფერს, გააკრიალებენ და ერთად ვნახავთ რა ამ ყველაფერს ერთად შევაჯამებთ, მოგიყვებით და გონია რომ გამოცდილების მხრივ თქვენც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ რაღაც საინტერესო რაღაცეებს მივაგენით რა. ასე რომ დაელოდეთ M3-ის ვიდეოს. დავაი გიქცოთ. აი საღოლ, ეს ბევრად კაი იყო. გადავწეროთ. შვიდობიანაც რომ დაასრულო.
არა ცოტა ცხვირი ამერია. საღო. ცოტა დააკლდა. ცუდი არ იყო. Not bad. ბიჭო, მგონი ძალიან დაიძაბა უკვე და კონტაქტების გარეშე არაფერი აღარ გამოდის და გიო, წავიდეთ რეკორდზე პირდაპირ. დავაი, უეჭვე. ოღონდ რეკორდი ისე უნდა დავამყაროთ, რომ არ შევეხოთ საერთოდ რა. და 7.5 სანტიმეტრია რეკორდი. და გავაკეთოთ 7 სანტიმეტრი. დავაი. მაშინ მანქანა გავიყვანო და ისე ეგრე გავიყვანო ჯობია. მანქანებს შორის ისე და ამის ზომა ხო ვიცით ისედაც რამდენია. ამას რო გავიყვან, თლიანად გადავზომოთ რა. დავაი ეგრე ვქნათ. ნელ-ნელა მოდი, ნელ-ნელა. კიდე. სო. აი გარი. იმენა ისა, ნახე, მოდი გადაიღე იმენა 450-ია რა. ხო ეგრეა. ზუსტად ეგ არის. კი, ზუსტად ეგ არის, იმენა იდეალურად გამა. ზუსტად, იდეალურია. გიგამ ისე უნდა ჩააყენოს, რომ საერთოდ არ უნდა შეეხოს არც ერთ მანქანას. რამდენად იზავს არ ვიცი, მაგრამ იმედია ჩვენც ვდით, ხო? დავაი. აუ რა ცუდი ხმა იყო. მოი დარგა, აი უკან რამდენია გაუძობოთ, აბა? რა უნდა გაუზომოთ, ბიჭო, მანქანა დაჭეჭყა, რა უნდა გაუგზავნოთ? რამდენი შეხვეწი? ჩემი კაი. ან არის? კაპოთ შეხედე. ეგრე იქა სუდათ ახლა ვიჩა. 20 სანტიმეტრია. გადარჩება მანქანა. ბიჭო. რა აზრია რა. აუ რა ბეთქვა ჩე. რა ბეთქვა. აუ მანქანა სად გადავარდა, ბიჭო? რა მაგარი ბეთქვა. ეს იყო ფესტივალი აღარ არის, ეს არის აი ბერლინის კედლის დაგრევა რომ უნდა და ახლა დაიქნება. მოკლედ, გიოს გასვლა ეხა. ან საბოლოო ჯამში ვატატალებ ყველაფერს. ან გიო დაამყარებს ახალ რეკორდს. გადაზომეთ ხო აქ კარგად? კი, ყველაფერი გასწორებულია, მაგრამ შენს მერე ემოციებზე ხედავ. ბიჭო, კი, ალბათ. დიდი ხმა იყო ისე? შენი წარმომიდგენია მე რას დავიჯახი, ისეთი აშენია მე დავაწყალე. ბიჭო, მაინც BMW-ს რო გავს? ჯერჯერ. აი ამას. დათხარ. აუ, წერა, იმენა, ვინერვიულ. მეც ეგრე ვიყავი, ურამოსო ვიყო. ამას შეხედე, ვენტილატორის გამორთე? ჩემი კაისა. ამას შეხედე. შუა ჩავაყენე. ზუსტად ვაფშე. საოლ, იმენა იდეალურია, ძმაო. თან, აქ იღადავე, ნახე, მანძილი ვაფშე აღარ არის რეალურად დარჩენილი, რა სიფრთხის კონჩი. აი, შევიდა შეგიძლია. ხო, საღოლ ჩემი. საოლ, ძმაო, იმენა, არა, ძმაო, პრაქტიკა იმენა. ძალიან ძერსკი იყო. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ რო უყურეთ, არხი აუცილებლად გამოიწერეთ. მადლობა ბიჭებს რომ გვესტუმრნენ და გიგას აგზელებს YouTube-ზე მოღვაწეობას და გიოც რა თქმა უნდა. მადლობა გიო. ვინ მოიგო? მე ვფიქრობ რომ ყველაფერი თვალსაჩინოა ისედაც, იმიტომ რომ შენ ჩააყენე 7 სანტიმეტრში, რასაც ვთვლობდით ისე რომ არც ერთ არ შეეხე. ეს არის არ ვიცი, ან იდეალური შედეგია ჩემი აზრით. ჩემი აზრით ცოტა თქვენი დამსახურებაცაა რომ მანქანის ხვირი და ის მიჭედა. ცოტა იგან მომდი ალბათ. არა უშავს. რეკორდებზე ეგეთ რაღაცებს არ იძახიან ხოლმე. ასე რომ გიო ჩვენი გამარჯვებულია, თქვენ კიდე დიდი მადლობა კიდე რომ უყურეთ ჩვენ არხს და ვიდეოს. დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.